ფოთშიკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მუსიკას ქმნიან. ინოვაციურ პროგრამას არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალური სასწავლებელი ახორციელებს. თერაპევტებთან ერთად სეანსები ჯგუფურად და ინდივიდუალურად ტარდება. სამიზნე ჯგუფი კი 3-დან 10 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან. ამასთან ფოთში გრძელდება არტ-თერაპიის 6-თვიანი უფასო პროგრამა, რომელიც სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება. თეა აფსარიძე და გოგა გახარია დეტალებით. ენაც კომუნიკაციას ყველაფერი ჩვენთან არის საკრავი და ინსტრუმენტი. როიალთან უშუალოდ სპეციალისტი ის, ვინც უკრავს და ბავშვი, როდესაც შემოდის კაბინეტში და იწყება თერაპია, თავიდან არის გაცნობითი ხასიათის, ანუ ეს ინსტრუმენტები ყველა დალაგებული მექნება და აი თვითონ რომლის მიმართ გამოიჩენს ინტერესს თავიდან დასაწყისში, ეს არის ჩვენი მიზანი. აბა უფრო ხლამაღალი ჟღერადობის ინსტრუმენტი მოეწონება თუ ისეთი, რომელიც უფრო ჩუმია და ხმადაბალი და ამის მიხედვით ვიწყებთ მერე მეცადინეობას. აბა დავიწყეთ. მუსიკა, რიტმი და ხმებით თამაში. ამ მეთოდებით ფოთში არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში 3-დან 10 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თერაპევტებთან ერთად მუსიკას ქმნიან. სპეციალისტების განმარტებით მუსიკა თერაპიას შეუძლია გააუმჯობესოს სმენა, აკადემიური უნარები და კოგნიტური სფერო, ასევე ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები. გარდა ამისა, მუშაობს ზოგად მეხსიერებაზეც, როგორც აუდიო, ისე მუსიკალურ, თვალითი და კოგნიტური მეხსიერების გაუმჯობესებაზე. კომუნიკაცია ხდება მუსიკის მეშვეობით. შეიძლება ბავშვი არავერბალი იყოს, მაგრამ თავისი რომელ საკრავსაც აირჩევს, რომელიც მიმართაც გამოიჩენს ინტერესს, იმის მიხედვით დამყარდეს კომუნიკაცია თერაპევტსა და ბავშვს შორის. ეს თერაპიები ხელს უწყობს ბავშვის კომუნიკაციის გაუმჯობესებას პირველ რიგში, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება, რომ კომუნიკაციის დეფიციტი აქვს ბავშვებს, ვერ ამჟღავნებენ თავიანთ თავს ისეთაც, როგორიც არიან და ამ თერაპიის საშუალებით ვეხმარებით მას, რომ გაიხსნას უფრო და უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდეს და ადაპტირდეს სოციუმში. ახალი სერვისი ფოთში მცხოვრების სპეციალური საჭიროების მქონე ახსაზრდელებისთვისაა განკუთვნილი. მას კვალიფიციური სპეციალისტები წარმართავენ. თერაპიები ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. პროექტი ინოვაციურია და ფოთში პირველად ამოქმედდა. მუსიკალური თერაპიის პროგრამა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სკოლის გარეშე სახელოვნებო სასწავლებელში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ახალი მეთოდებით და სიახლეებით, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საჭიროების მქონე ბავშვების თერაპიულ სერვისს, რომელიც არის მუსიკალურ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე და მუსიკალურ, ასე ვთქვათ, წყობაზე და მიმდინარეობაზე დაფუძნებული, რომელიც იქნება ჰარმონიულად ჩართული და ამავდროულად აღნიშნული სერვისის ფარგლებში შესაძლებლობა იქნება ბავშვთა ფსიქოლოგს და არტ-თერაპიის სპეციალისტს დამატებით ჩაერთოს მუსიკალურ თერაპიაში და მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება. უახლოეს მომავალში იგეგმება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის, რომ ყველა მიმართულებით, რომელიც კი გარკვეული სპექტრის მქონე ადამიანებთან არის კავშირში, ყველა მიმართულებით იქნება შესწავლილი, მიმდინარეობს პერიოდულად შესწავლა და რესურსების და შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი მიზანი არის ყველა სერვისის მიღება შეეძლოს ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქ ფოთში. დიდი სურვილი მაქვს იმის და ამბიციაც, რომ ამ ბავშვებში შეიძლება ისეთი დიდი პოტენციალი გამოჩნდეს, რომ იყვნენ არა მარტო ქალაქის სახე, შეიძლება ქვეყნის სახეც. ამას რა თქმა უნდა დიდი შრომა ჭირდება, დიდი ენთუზიაზმი, თანადგომა და ჩვენც როგორც მშობლები ჩვენი მხრიდან ძალიან გვიხარია ეს დიდი წამოწყება. სამწუხაროდ კიდე ჭირდება ჩვენს ბავშვებს ბევრი თერაპიები, მაგრამ ნელ-ნელა ეტაპობრივად უკვე არტ-თერაპიაც ჩართულია, ეხლა ეს მუსთერაპია ჩაერთო, ასევე სპეციალისტების დეფიციტის გამო ბევრ თერაპიებს ფიზიკურად ფოთის ბავშვები ვერ გადიან, მაგრამ ნელ-ნელა მუშავდება ეს საკითხებიც და სავარაუდოდ ალბათ ძალიან მალე და ახლო პერიოდში ეს პრობლემები ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრება. ეს სამხატვრო სასწავლებელია არტ-თერაპიის წრე, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ძერწავენ, ხატავენ, აფერადებენ. სპეციალისტების მტკიცებით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შესრულდება ნახატი. მნიშვნელოვანი ისაა, რა ფერებს გამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს ახატავს, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად. არტ-თერაპიის შედეგად უმჯობესდება სოციალური უნარები, აღქმა, ლოგიკური აზროვნება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი. არტ-თერაპია ემყარება იდეას, რომ შემოქმედებით გამოხატვას შეუძლია ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მოტანა. მას უკუჩვენ
გამოყენება არ გააჩნია. მისი გამოყენება ყველა ასაკში შეიძლება და ყველასთან ერთნაირად ეფექტურია. განურჩევლად პიროვნების უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა. არც თერაპიაზე სწავლობენ როგორც ხატვას, ძერწვას, თიხაზე მუშაობას ამავდროულად და სხვადასხვა ანიმაციებსაც ქმნიან, რაც მნიშვნელოვანია მათი უნარების გასავითარებლად. ასაკი არ არის შეზღუდული, მონაწილეობას იღებენ როგორც ბაღის ბავშვები, ასევე სკოლის მოსწავლეებიც. არტ-თერაპიული კურსი მნიშვნელოვანი არის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის. უკვე წარმატებით დავიწყეთ და მიმდინარეობს დღემდე სამუშაოები ჩვენს ქალაქში. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ყველაფერი აისახება დადებითად მათ კოგნიტურ უნარებზე, მეტყველებაზე, უმარტივდებათ ფერების გარჩევაც, ასევე იღებენ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას, ყავს გამარჯვებულებიც. დღესდღეობით უკვე ჩვენმა რამდენიმე კურსდამთავრებულმა შეძლო წარმატებით გაგრძელება სწავლა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე განვითარდათ მეტყველების უნარი. სპეციალისტების განმარტებით არ არის აუცილებელი ბავშვს აბსოლუტური მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი ჰქონდეს, რათა ხელოვნებამ დადებითი გავლენა მოახდინოს მასზე. ფოჩი მოქმედი არტ-თერაპიის აღნიშნული პროექტები 6 თვიანია. იგი უფასოა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.